პირველად უნდა ვილაპარაკო და არ ვიცი როგორ უნდა დავიწყო. ცოტას ნერვიულობ რა. კარგი. პათეტიკური მონოლოგების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს CO2 შესთავაზა. სპექტაკლი ამჯერად ათონელის თეატრში დაიდგა. მოკლედ როგორ დავიწყო? პირველად ალკოჰოლი ასინჯა ეგრე 14 წლის. ალკოჰოლზე დამოკიდებული სერგო ანონიმ ალკოჰოლიკთა შეხვედრას ესწრება. ლოთობა ხო არ არის უბრალოდ რაღაც ლოთობა, ეს არის რაღაც მენტალური პრობლემა, რომელიც ერთ-ერთი გამოვლენა არის ლოთობის. იქ თავისი სპექტაკლსაც თუ როცა ნახავს მაყურებელი, ნახავს ბავშვობიდანაც მოდის ეს პრობლემა და მთლიანი რაღაცა ბუკეტია ამ პერსონაჟში, ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების რომლებიც მართლა კარგი ადამიანები არიან, ხო, ცუდი ადამიანი იდეაში არ არსებობს, რა დაემართა ცხოვრებაში იმის მიხედვით არის. კარგი მამაც არ ვიყავი ხო, რა გამაჩვენე ჩემშვილებს რა გაუკეთეს საერთოდ. სულ იმას ხედავდი, როგორ მოდიოდი სახში თვრალი, როგორ ვეჭუბებოდი მათ დედას, უმიზეზოდ რა არის ისიც მიჩიჩინებდა, ხო იცი, ნუსვამ, გამომიყვანდა ხოლმე წყობიდან, აბა რამე. რაღაცა კომბინირებული პერსონაჟია და თან ჩემთვის ძალიან საყვარელი იმიტომ არის, რომ ძალიან ნაცნობია ეს ზოგადად ეს პრობლემა დღეს ჩვენს რეალობაში. სერგო შემოქმედებითი ნატურაა. ნაგვისგან არტ ინსტალაციებს ქმნის. ამ პრობლემის ადამიანები ბევრი არსებობენ და ეს არ არის უბრალოდ აი ლოთი აი რაღაც. არის მენტალური პრობლემა, არის ცხოვრებისეული პრობლემა, რომელშიც არიან ადამიანები და არა რაღაცა სტიგმა მიკერებული რაღაცა ლოთია ხელჩაქნეული. მათში არის ადამიანობაც, სიყვარულიც, შემოქმედებაც, სწორი აღქმა რაღაცებს, უბრალოდ ცხოვრებამ ესე დაალაგა და ვინ როგორ მოერია ან ვეღარ მოერია. მე როგორ უნდა მიმესილებინა რა, ხო? ალკოჰოლიკთა შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა თემას ეხება. თუმცა როგორც კი მისი აზრი თანამოსაუბრეების აზრს არ ემთხვევა, მილიდან ნაგვის გროვა იყრება. ბიჭო, რატომ კაცები ეგეთი გამოთქვია? რატომ ეგეთი ბუნება? იმენა ხეცები ვარ, აქტირები ვარ, ისტი წაყოლილი ნაგვები ვარ და მე სისხება ჩემი სხეული, ჩემი თავი და ჩემი სპექტაკლში ზუსტად ეგ ჩანს, როგორ აღიქვავს სამყაროს და რა დამოკიდებულება აქვს თავისი შეცდომებითაც, თავისი რაღაცა საღი დამოკიდებულება მოვლენების მიმართაც, მიუხედავად იმისა, რომ ლოთია და პრობლემა აქვს, მაინც აქვს რაღაცა გარკვეულ საკითხებზე საღი და სწორი დამოკიდებულება. და რა ვიცი, ეს ყველაფერი მე მგონი ჩანს, ყოველ შემთხვევაში ტექსტუალურად არ ჩანს, რამდენად მივაწოდე მაყურებელს, ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. გაიხარეთ მე ძალიან დიდი მადლობა რა, ეს მიყვარხარ და მჭირდებით. ხანდახან ჭირს ხოლმე დამთხვევა, იმიტომ რომ ტექნიკურად ცოტა ვერ გავმართეთ ეგ ამბავი, უკეთესად გვინდოდა გამოსულიყო, მაგრამ ხო აი რაღაცა ისეთ დროს მინდოდა რომ შემოსულიყო, როცა რაღაცა აი პრინციპში აი წინააღმდეგობა საწყდება თვითონ პერსონაჟი. და ამ დროს გარედანაც თითქოს რაღაცა ინფორმაცია ნაგავი როგორც სიმბოლო რაღაცა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სახით შემოდის ნაგავი ოღონდ რა. ეს მივარჩიტო შენ აქეს ხესმე. რატომ მიარტიმეთ? ემეტარა დინასტის რუა დამერწყავიო. ეგეთი რაღაცები როგორ შეიძლება? ეგეთი და იგივე. მე შენ ეგეც არ გიცნობ. ადრეც იქცეოდი ეგრე. როგორ? აი აგრესიული. ვანიკო სერგოსთან ერთად ცხოვრობს. ისიც ხელმოცარული და არარეალიზებულია. ვერ გაუგია რა მისიით მოევლინა ამ ქვეყანას.
ამოსავალი წერტილი იყო ორი კაცის დიალოგი. თქვა სცენაზე რომ ძალიან ადვილად წარმომიდგენია ან ფილმში, ან სპექტაკლში, რომ ერთი მეგობარი ქალი თავის დაქალს გულს გადაუშლის და ჩაუდებს კალთაში თავს და ის არ უგეშებს მოეფერება. მაგრამ კაცების წარმოდგენა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მიზეზის გამო. წარმოიდგინე რა გამთენიის რას დილის 7 საათზე ვიღაც ნაბიჯვარო, ჰა? განით აყუწარა. არ ვიცი, იმის მე სულ ღმერთს ველაპარაკებოდი, რომ მეთქი ღმერთო გეხვეწები კიდე ერთხელ შემახვედრე სალონის, რომ მივიდე და ოდიში მოუხადო ჩვენი ბოლო ლაპარაკის გამოთქო რა. და მინდოდა რომ რაღაცნაირად გულგახსნილი დიალოგი ქონოდა ორ კაც პერსონაჟს, ისე რომ ერთი მისული იყო ტირილამდე. და აქედან გაჩნდა ეს ყველაფერი, თუმცა მაინც ვერ ახერხებენ თლად ესე თქვა გულახდილობას მაინც ვერ ახერხებენ რაღაცნაირი ბევრი რაღაცა კომპლექსი ბოჭავთ ამ კაცობის გამო. ღმერთო გთხოვ რა, გეხვეწები ღმერთო, რომელიც ხარ, ცათაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენ. და იმის მე არ გამხსენები არც სალომე, არც ღმერთია. მონოლოგების მსგავსად სპექტაკლი იუმორით და მოულოდნელი სვლებითაა სავსე. იუმორი უცებ იცვლება ტრაგედიით. ამ მკვეთრ ცვლილებას მაყურებელიც მიხვდება. ბიჭო, არ ვიცი ხე ეს ამბავი რატო მოგიხარ. დავად ეს ერგო მაგრა დავიხარე ბიჭო. აღარ შეიძლება მოვას მისავალ ბიჭო რა ხარ. ბიჭო სუბიტა რაღაცა მივიდე ეკლესიაში სათელი დავათო რაღაცა აი ხომ ვერ შევიდა არ ვიცი არ გამ ხოლმე მომწონს ეს ემოციურად ცვლილებებით ძალიან, რომ ადამიანი როგორ იცვლება მაყურებელზე ამის დაკვირვება და ხო ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. მე ძალიან მიყვარს, როცა თხრობა მიდის თითქოს შეიძლება იყოს სასაცილო, მაგრამ უცბად მოხდეს ისეთი წერტილის პოვნა მონოლოგში, რომელიც დაამძიმებს სიტუაციას და გარემოს. და აი ამითი თამაში მე მგონი, რომ საინტერესოსაც ხდის თვითონ ნაწარმოებს და უფრო მრავალფეროვანსაც. ერთი რაღაც პერიოდი შემთან ერთად იჯდა, საკმაოდ ყრალი წინდა. იმიტომ გადამაგდეს, რომ ჩემი მეწყვილე დაიკარგა უკრისტომლენში. წიროდა. ჩემი შეყარებული დაიკარგა და ამიტომ მომისროლეს. სასო წარკვეთილი. Despair! თავდაპირველად პიესაში ორი პერსონაჟი იყო, სერგო და ვანიკო. რეპეტიციების მსვლელობისას კიდევ ორი დაემატა, ნაგავი და სანთელი. ამის დაწერა ესე არ მქონია აზრად, რომ ეხლა ნაგავი ან კიდე აქაც როგორც წინა პიესაში ამილაპარაკებინა თქვა საგნები. მაგრამ როგორც პაატა სპექტაკლშიც ამბობს, ეს პიესა დაიწერა შემდეგნაირად, რომ მსახიობებმა გთხოვეს მე და ილიას. და რომ დავაკვირდი მე შემდეგ ეს მსახიობები, სულ ყველანი იყვნენ კაცები. მეც რეჟისორიც, მაშინ ჯერ კომპოზიტორი და მხატვარი არ იყო შერჩეული, იმიტომ ჯერ პიესაც არ იყო დაწერილი და რომ დავუკვირდი ამას, რომ რაღაც კაცების სპექტაკლი გამოვა. გამახსენდა ეგ ცნობილი ფრაზა, რომ ყველა კაცი არის ნაგავი. და ილიასთან დიალოგის დროს აღარ მახსოვს რომელს გაგვახსენდა ეგ ფრაზა და მე ილიამ თქვა, რომ მოდი ნაგავი პერსონაჟად ყავდესო, რადგან ყველა კაცი ნაგავია და ჩვენც კაცები ვართ. თქვილად კი არ ამბობენ ნაგავს საყელზე. ყველა ნაგავი კაცია. Oh, trash is a man. ჩემ თავშიც მიყავია კაცური თვისებები. ესე გაჩნდა ნაგავი და ნაგავს დაჭირდა სანთელი თუ რაღაც
სანთელი ისეთნაირად მოხდა, რომ არც იგეგმებოდა და უბრალოდ შუქი რო ჩაქრა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ გაწყვეტილიყო ეს დიალოგი. ну საჭიროება გახდა სანთლის ანთების და მე უკვე ვიფიქრე რომ თუ ჩვენ ბოლოში ნაგავი უნდა ავალაპარაკოთ ხომ არ არის ლოგიკის დარღვევა რომ მანამდე სანთელი ესე იგი სანთელმაც უნდა თავისი სათქმელი თქვას მე 90-იანებში დამამზადეს ქროფონი ჭალაში სანთლის ცეხში დამზადებდა პირველი წუთებში მძღოლმა სხვა ჩემნაირებთან ერთად მანქანაში ჩამდო და გდანის მეტროსკენ აიღოდეს დისტრიბუციის მარშრუტი ხომ იცით ეგეც შევიყავით ამ პერსონაჟის ბიოგრაფია იწერება და იხატება ასე თუ ისე საიდანაც მაინც მივდივართ ბოლოს იმ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟამდე რომელსაც ვანო თამაშობს რომ საიდან აღმოჩნდა ეს პერსონაჟი სანთელი ამ გარემოცვაში სადაც აი ახლა ასე თუ ისე ალბათ ხედავთ რაც ხდება აქ ბოლოს ფინალში და უბრალოდ აი ჩვეულებრივად რავი როგორ თქვა საერთო ხედვით, საერთო გადაწყვეტილებით, საერთო თანადგომით და თანამშრომლობით მივედით აქამდე სადაც მოვედით. ვაუ, გაფრთხილდება საქორწინო გადახმია. ჰანგისტვირის ზამხერებს ღელის შროშანს. ფრთებს შეგეცილი ყორანივით წავაწყდიან. დაგანთიან. ქედანივით შეიფრთოსა. უცნაური სანთელია. კარგად იცნობს ქართულ პოეზიას. ატირებულმა დედამ მოკიდა სერგოს ხელი და თავისი მშობლების ბინაში გადაბარგდა. მეც შემთხვევით ერთ-ერთ შემოდანში აღმოჩნდი. აი წლების მერე კი, როდესაც სერგომ თავისმა ცოლმა სახლიდან გამოაგდო, აქ მოვხვდი. და მას შემდეგ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. და დავიღალე ჩემოდანში დები და სანთლისთვისაც უკვე ძალიან ბებერი ვარ. სანთელს 33 წლისთვის მიუღწევია და მისი ცხოვრება ფათერაკებით და მოულოდნელობებითაა სავსე. სანთლის მონათხრობით ვიგებთ 90-იანი წლების არეულობის, უშუქობის, მხედრიონის შესახებ. ციხიდან გამოსულა პატიმრება გაგვაჩერისა და ჩავიხსნენ მანქანაში, დაგვასკნენ ზემოდან. გორისკენ დააწექიო მძღოლს უთხრეს. შენი არ დამიჭრონო მძღოლმა თქვა. ძაღლების ნუგაშენია ბიჭო, მხედრიონელები ვართ ჩვენ პატივისცემა ჩვენზე იყოსო. ბენზინი არ მაქვსო. ნურც მაგაზე ინერვიულებო. მოკლედ დაგაზა მძღოლმა. ვისმენთ მარინას ისტორიას, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარდა და რომელიც საზოგადოებამ მარტოხელა დედობის გამო მოიკვეთა. მარინას მუცელი დაეთქვა. თელმა სოფელმა შეიძულა. ჯერ იყო და ქუჩაში გასულს ბირჟაზე უსწრებლად მიესალმნენ ამ რეზით. მე საერთოდ აღარ შესალმებდნენ. მარინამ თავის მეგობარ თამილას შეშივა. რას მერჩი? ან ვიღაცა ებირანელებს მესალმებიან კარგის მეტივისთვის რა გამიკეთებია უმადური ძაღლები ეგენი. თამილამ ისმინა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ამოთქვა ისე. შენც მაგარი ხარ მარინა. რა გეგონა აბა, საყვალოს რომ მიჩენდი და ნაბიჭვარს იჩერებდი მუცელშიო. მარინამ გადი აქედან მარტო დავდოვიო. თამილამ სამწუხაროდ ქორეოგრაფია ვერ ყავდა. თუ მაყურებელი მოვა და ნახავს მიხვდება გზადაგზა რაღაცებს, რაც შინაარსობრივად მიყვება რაღაცნაირად შიგნით ამ ჩანართში პიესაში, რომელიც უკვე ჩვენი მოგონილი არ და არა პიესიდან გამომდინარე, უკვე იმიტომ რომ როგორც ვიცი თემო აპირებს რაღაცას წიგნის გამოშვებას და ის სულ სხვა ვერსია არის და ეს მაინც სასცენო ვერსიიდან გამომდინარე კიდე რაღაც ხაზებს გავყევით გარე მოვლენებიდან გამომდინარედაც. არც ნაგავი ჩამორჩება სანთელს. კარგად ფლობს ინგლისურ ენას. თავდაპირველად ხე იყო, მერე რვეული. გადამუშავების შემდეგ ქაღალდად ქცეული სერგოს ჯიბეში აღმოჩნდა. ესე მალე რატო? მეორე შანსი დავკარგე ცხოვრებაში. მეორე შანსი. რატო არ ასეთი უიღბო? I'm definitely unlucky. ბატონი გიზო ჯორდანიაც აი ხო არის რომ თეატრალში იწყებენ თქვათ ეჭუდებით და საგნებს ან ცხოველებს ეკეთებენ. ბატონ გიზოსთან არა, არასდროს არ გავიკეთებია. პირდაპირ რაღაცა სხვანაირი ამოცანები მოქცა და სხვანაირად უკვე თითქოს ნაწყვეტებზე გადავედით და არ უყურებ როგორც რაღაც უსულო არსებას პირიქით, ცოცხალს უბრალოდ ქვია რაღაც. თქვათ რაც ქვია, ხო? და
ალბათ ეგრე უფრო საინტერესო რომ მიუდგე, რომ თითქოს ცოცხალია და ადამიანია რა ჩავთვალოთ და თავის პრობლემები აქვს. უბრალოდ ეს ქვია რა ზედმეტ სახელი შეიძლება. ერთი ნახვით შეყარების გჯერა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინდა. ღმერთო თავისების ხენ გონია ულამაზეს ადგილას რომ იდგა. ეს საოცარი ვერმეა. მაღალი, ხმელი, გამხდარი. რა ლამაზად იწვის. და როგორ უშველი. თუმცა როგორ უშველი. მე თვითონაც საშველი. და პირველად მახსოვს ილიასთან სახში რო წავიკითხეთ და უცებ ბოლოს ეს ჩემი პერსონაჟი რასაც ყვება და რასაც ლაპარაკობს როგორ მოიფიქრა ვერ მივხვდი მართლა იმ საიდან ამდენი ფანტაზია რა უცებ რო თქვათ ნაგავი თუ ქაღალდი წარმოიშვა როგორც პერსონაჟი მისი ყოველი ნახვეთიიანი ძაფილი ყავს რომლის ბალანსს სეცლი უკიდია და საერთოდ გამოყოფს მინდა უთხრა მაგრამ ვერ ბედა ნობს კი იმავეს ჩემს რასაც მე მასე ნუ თუ ეს გიწივა რასაც აქ გამიხდი მხოლოდ ჩემში არა ეს შეუძლებელია მხოლოდ ჩემში არ იქნება it's too late god whatever უნდა გამოუთხრეს სიყვარულში რა ხდება oh no ადამიანი ეღვიძებს რაღაც თემას მოეწონა თვითონ მოიფიქრა და მითხრა რომ საბოლოოდ რა სანთელი ყვება რაღაც ისტორიას და ფინალში სანთელს და ნაგავს ერთმანეთი უყვარდებათ და ეს რაღაც love story დგება ძალიან ესეთი საყვარელი ამბავი გამოვიდა რა მაგიტო თავიდან არ იყო მაგრამ ეტაპობრივად პიესის წერის დროს დაემატა რა თემა ყოველდღე აქ იჯდა რეპეტიციებზე ინიშნებდა რაღაცეებს ერთად ვასწორებდით მოდი ესე ვცადოთ მოდი შევცვალოთ ამიტომ მაქსიმალურად ვცადეთ რომ როგორც იძახიან მოგვერგო და ყოფილიყო ჩვენთვის ბუნებრივი, რასაც ვლაპარაკობ და მარტო ბუნებრივი არა, რაც გვტკივა და რაც გვაწუხებს იმ პრობლემებზე გვესაუბრა სცენიდან. იმიტომ რომ ისე მოხდა რომ უკვე ქუჩიდან ვსაუბრობთ და ცოტა ხანი სცენა მივატოვეთ და ეხლა სცენიდანაც ვილაპარაკოთ ის, რაც უნდა ვილაპარაკოთ ყოველთვის, დაუბრუნდით, იმიტომ რომ ხუთი თვე რო გავჩერდით. და ეს თემას დამსახურება, ილიას დამსახურება და ჩვენი გუნდის მთლიანად და მეგობრობის ალბათ. Ey, რა დიდი ფიქრი უნდა, იმაზე რა პლასმასა შეზღუდო, ცელოფანი შეზღუდო, უნდა დიდი ფიქრი რა მას. უფიქრდება ნეტა ხალხი იმას რომ რა კარგი იქნება ეს მრავალჯერადი ბოთლები, მრავალჯერადი პარკები მაღაზიისთვის. It's not easy, I know, but it's necessary, you know. ვithom ხო უკვირდება მაგრამ კარგი რა. ყველა იმას ფიქრობს მე ვიყო დღეს და ხვალ თუ გინდა წარღუნა ყოფილა, წარღუნა ხდება ეხლა. ნამდვილი. და ეს ცელოფანი რო იწვის? გამოიყოფა CO2. CO2 ხალხი კვდება ამისგან. არაფერს ვამბობ Global War Party-ზე. სპექტაკლის სცენოგრაფი კეთი ნადიბაიძეა. მისი შეთავაზებულია გარემო, სადაც ვანიკო და სერგო ცხოვრობენ. კეთიმ შემოგთავაზა ეს გარემო რა, რომ ეს არ ყოფილიყო რაღაც კონკრეტული ბინა ინტერიერით ესე ვთქვათ რა. და ძალიან მოგვეწონა, მოვიხიბლეთ ამით, იმიტომ რომ კიდე უფრო რაღაცა სხვა კუთხით დაგვანახა ეს ამბავი რა, რომ სადღაც ბინაში კი არ არიან და იქ კი არ ცხოვრობენ, არამედ რაღაცა ისეთ გარემოში, რომელიც არც დაგავსაყრელია, არც ავტოფარეხი აი, მაგრამ არის რაღაც ესეთი მიწური, ერთგვარი რაღაცა ცოტათი გამოგონილი გარემო, მაგრამ თან არც ისე გამოგონილი და შემოდის ეს მილი რომლითაც საიდანაც რაღაც ინფორმაცია მოედინება. და საბოლოოდ, ნუ პერსონაჟიც, ერთ-ერთი პერსონაჟიც ამ მილიდან მოდის. და მეც მაგრამ ვეჭვიანობდი, ოღონდ იმას კი არ ვეჭვიანობდი, რომ ვიღაც სხვა ტიპებს დასწრებდა. იმას ვეჭვიანობდი, რომ ვიღაცა მოძულ ბიჭო ხეპარე როშას დასწრებდა. დეკორაცია მთლიანად მწვანე ფერისაა. ეს არის კეთის ჩვენი მხატვრის გადაწყვეტილება. ესე იგი, სამუშაო გუნდი წინა სპექტაკლზეც ილია რეჟისორი, კეთი მხატვარია, ისევე როგორც აქ. და რადგანაც ტრილოგიის ნაწილია, გადაწყვიტა, რომ სცენოგრაფიაც რაღაცნაირად გამოხმაურებოდა წინა სპექტაკლს.
და ის თუ წითელშია გადაწყვეტილი, ნუ ეს მწვანეში, ნუ ალბათ მოდის იქიდან რომ რაღაც CO2 გარემოს და თვითონ აი ამ გარემოს და აი ტოქსიკურობას როცა ვიკვლევდით და ვფიქრობდით რომ აი რა შეიძლება რომ ყოფილიყო ამასთან ასოცირებული, კეთი თქვა რომ ანუ მწვანე ფერი არის რაღაც აი უფრო ტოქსიკურობასთან ასოცირებული და რადგან პირველი სცენაც იწყება ამ რაღაცნაირი ვანიკოს თარხნიშვილის ჩართვით ალკოჰოლიზმის პრობლემის გამო და ისედაც ყველა პერსონაჟს თითქმის ორივე რეალურ პერსონაჟს რაღაცა პრობლემა აქვს. მაგათი შინაგანი სამყაროც რო ყოფილიყო გამოსული და გამოტანილი რა, მაგიტო აი ეს რაღაცა ტოქსიკური გარემო, შინაგანადაც ტოქსიკური ტიპები და მაგიტო ეს რაღაცა მწვანე აირჩა ზუსტად მაგიტო რა. ეხლა ისეთ სიტუაციაში ვარ. საერთოდ წავიდოდი აქედა. ისედაც ვერ გიძლებ უკვე. კაი ხანია. რა მოხდა ეგეთი? პათეტიკური მონოლოგების მსგავსად, ვანო თარხნიშვილისა და ბექა ხაჩიძის პერსონაჟების დიალოგი აქაც განსხვავებული ხერხით არის გადაწყვეტილი. ესეც კონფლიქტის გაძლიერებისთვის გაკეთდა ეს ესე ვთქვათ ეგ ფორმა რა, რომელიც თავიდან ვსინჯეთ, რომ დიალოგის პატარა მონაკვეთზე გვეცადა, მე მოგვეწონა და მთელ სცენას არა, მაგრამ პრინციპში ნახევარი სცენა მაგ ფორმით მიდის. ესეც გაჩნდა ძალიან ისე რომ ვეწვალებოდით ესე ვთქვათ დიალოგს, ზუსტად აი მაშინ გაჩნდა ერთ-ერთ რეპეტიციაზე ეს ფორმა და მე უკვე დავამუშავეთ რა. ერთხელ შენთან იყო სახლში რა გოგო და მაისურს იცვლიდა გესმის? ხოდა რა გაიცვალა. ვერ შემოტრიალდა და ვერ შემეკითხა რომ აბა მიხდება. გესმის ბიჭო? იმას ეპრანჩებოდა და მე მეკითხებოდა. ამაზე ისე გავწარდი რომ თემურე ხვიაშვილის ახალი პიესა ტრილოგიის მეორე ნაწილია. იცით რა, ეხლა ჩაფიქრებული გვაქვს რომ ტრილოგიათ იყოს, ჯერ არ ვიცი მესამე რა იქნება, მაგრამ ეს პათეტიკური მონოლოგების, ესე ვთქვათ, გაგრძელება არა, მაგრამ ნუ მსგავსი ტრილოგიის ნაწილია ეს CO2-ც. დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ ბავშვი გაიჩინა. ხოდა ჩვენ ხომ 6-ნი ვიყავთ დარჩენილები. აქედან ორი გამსახურდიას ფთვალის მუტაციებას შეეწერა. ფიჯერალდის მასი ახამეს და დავჭიტო. და ძალიან ნერვიულობდით. გვინდოდა რომ ბავშვის გაჩენას მოსწრებოდით და მე რაც იქნებოდა იქნებოდა. და არ ვიცი რა მიგზო თუ რა იქნება. სპექტაკლი ძირითადად პერსონაჟების მონოლოგებზეა აგებული. კი, მომწონს და თან რადგანაც ტრილოგიის სახით გვინდა, მესამეც ვფიქრობთ რომ იქნება მონოლოგების სახით. და ამით შევკრავთ ამ მონოლოგების ტრილოგიას. მე ვფიქრობ, რომ გადავიდე დიალოგებზე. არ არის მარტივი, როცა ვრცელი ტექსტი გაქვს მოცემული. ნუ შეიძლება ითქვას, რომ დიალოგი უფრო შეიძლება მარტივი იყოს გასაკეთებლად. გააჩნია დიალოგსაც ალბათ, მაგრამ ნუ როცა მონოლოგზე არის, ნუ ჩემთვის საკმაოდ რთულია არის ხოლმე მონოლოგზე მუშაობა. რადგან ნუ მარტო ამსახიობი და ნუ მარტო უწევს მოქმედება, უნდა შეითხრას თან მოქმედება და ეს მოქმედებაც არ უნდა იყოს ძალიან, ესე ვთქვათ, აცდენილი ტექსტს და ნუ ხო რა ვიცი, ესე მუშაობაში ვერ ვიტყოდი რომ მარტივი იყოს, საკმაოდ რთულად წავიდა, მაგრამ რაღაცეები დავადგინეთ და ამის მიხედვით შემდეგ აეწყო თვითონ ეს სცენა. ინგლისურად care არის წვილი. მე და კიდევ ვინ. despair არის სასოწარკვეთი. იხდით რისი თქმა უნდა? სიტყვით რა იყო despair და მოდის უწყვილი. არის კიდევ ერთი სიტყვა? Respire. ეს აღდგენას, შეკეთებას, გამოცოცხლებას ნიშნავს.
მას მე რაც ვერეშაგინას წიგს დამაშორეს. ის მე დისპირე. და რა და არ მეკითხეს ეს. დისპირე. ოთხივე პერსონაჟი მარადიულ პრობლემებზე მსჯელობს და თავიანთ ნაფიქრალს ვიზიარებს. პრინციპში ყველა ნაწილში რო დავფიქრდეთ, სერიოზულ ამბებზე საუბრობენ ეს პერსონაჟები. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ რაღაც უფრო სიტუაციური კომედია ყოფილიყო სპექტაკლი, მაგრამ წერის პროცესში თემოს მივხვდა და ყველანი მივხვდით, რომ მთლად ესე ვთქვათ, კომედია არ გამოდიოდა, იმიტომ რომ რაღაცა თემებით დამძიმდა საკმაოდ. ხო, აი ეგ არის პრინციპში რა, რაღაც სათქმელი, რომელსაც რაღაც პირდაპირ ინფორმით არ მიაწვდი მაყურებელს, როგორც გესმის რა, ანუ შეიძლება ფორმა შეუცვალო, მანერა შეუცვალო თამაშის, თუნდაც ინტონაცია და უკვე შინაარსი და ფორმა სხვადასხვა იქნება, ესე ვთქვათ რა. რა და ალკოჰოლი არის არა მარტო საკუთარ თავს აზიანებ ყველას საკუთარ ჯენჯულებს შიშებს უნარ კომპლექსებს უჭენ პარტნიორ სიცოცხლეს უწარებ დედმამა სიბერე და რომ პუინო კიდე აგა მეუღლე თავს ამეზე და კიდე ეს განიკითხა ეგ არის ადამიანის პრობლემა ეგ არის ნედაცემულობა და ეგ არის ეგოიზმი და პასუხისმგებლობა არაკიდალუდი როგორ მართავ და მაგის გარდა ასიათე ხარ და როგორ და კიდე რა სხვებს განიკითხა ისი რა საქმეა იუმორით და სიცილით სპექტაკლი ბევრ მნიშვნელოვან თემას ეხმაურება. თითეული ისე აქვს მოწოდებული დამდგმელ ჯგუფს, რომ მიუხედავად სიმრავლისა, ყველა ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელია. ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. თვითონ ხო თემას აქვს ის უნარი, რომ ეს თითქოს აი ჩვენს გარშემო არსებული სოციალური პრობლემები და არა მარტო სოციალური კარგად მოაქციოს ერთ რაღაც ფორმაში, ასე ვთქვათ. ეგ არის დრამატურგის ხო თემოს დამსახურება, ჩვენ მე ამას ვაძლევთ ფორმას. ძალიან მიხარია თუ მუშაობს ეგრე მართლა, იმიტომ რომ ბევრ თემას შევეხეთ, ხო, მართლა ძალიან ბევრ თემას ამ პიესაში და ამ სპექტაკლში. და მიხარია თუ მართლა ისმინება, მოქმედებს და მაყურებელი მიყვება ამ ყველაფერს და ჩართულია. ხო არ ვიცი რა ჟანრია ვერც დავარქმე, შეიძლება რეალიზმიდან უცებ სურეალიზმში ისე გადადის და მე კომედიაში ვთქვათ, რომ სუ იცვლება აი გინ სანთელის პერსონაჟი, იმდენად ცვალებადია, ყველაზე ცვალებადი სანთელია ამ სპექტაკლში, როგორც ხვდება, აი სანთელიც ხო უცებ თავიდან რომ წარმომიდგინე რანაირად გააკეთოს, ან ვერც ხვდები რა, მაგრამ ისეთი საინტერესო გამოვიდა ჩემი აზრით ყველა პერსონაჟი. ისე გაცოცხლდა. ხალხის გამყიდველს, ხალხის ჯანმრთელს, ქვია მარტინეს, თავისუფლება ყაჩაღებმა დააპატიმრეს. დიდებულია პავლონეული. ჩვენ კი გადავრჩით, მაგრამ ჩვენს მძღოლზე იმავეს ვერ ვიტყვი. ნუ ძალიან გვინდოდა ერთად, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო რაღაცნაირი. კარგი, კი არა და ხო, კარგი და რაღაცა გაგვიკეთებინა რა. რაც ჩავიფიქრეთ, ის აგვესრულებინა და თურმე შეგვიძლია ერთად რაღაცების მოფიქრება და მართლა შეიძლება წავიდეთ იქ, სადაც გვინდა რომ წავიდეთ. ეს უბრალოდ შეიძლება ზეამოცანა და არ ქვამ ყველაფერს. მაგრამ ხო არის მიზეზი, მართლა ეგრე დავიწყეთ, რასაც ყვებით, აი ესე უცებ რომ რატომაც არა, მოდი ვცადოთ რა, რა მოხდა, ამდენი წელი გავიდა უკვე პატარები აღარ ვართ. რაღაცები უნდა გავაკეთოთ ჩვენით და გვაქვს ამის რესურსი, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, თავარია მოვინდომოთ რა. მე მგონი ეგა. ზოგი ამბობს, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის გაჩნდა. on თითქოს არ უნდა იყოს ხო ეს ბედნიერებისთვის გაჩენა, ცუდი იდეა. არის მაინც რაღაც ბუნდოვანი ამ იდეაში რა. როგორ უნდა ვიყო ბედნიერი თუ სხვაც ბედნიერი არ იქნება, ან თუ ჩემი არსებობით გარემო და გარშემო მყოფები დავაზიანე, ან საერთოდ რა არის ადამიანის არსებობა დედამიწისთვის, აი რას ნიშნავს? სარგებელს თუ ზედმეტყვირთს. ან რატო ქვია ადამიანს ადამიანი?
ქალს ქალი რატო ქვია, კაცს კაცი, ან რატოა რომ ზოგი დაბადებიდანვე ფუნებაში ცხოვრობს, ზოგი კიდე ტანჯვაში. ან მე რატო ვარ ესეთი, რატო არ მასწავლებ და გამჩენი, რატო დავარტყი ხეს, მუშტი, რატო? რა უნდა ვქნა იმისთვის რომ შევიცვალო? ალიკო. მე თვითონ თუ გამეღვიძა გადავწე.